მივესალმებით მაყურებელს. დღეს ხუთი მოედანი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, გავიხსენოთ, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენი ქალაქის ისტორიასთან. მოედნების კატალოგში, ანუ თბილისის მოედნების კატალოგში სულ არის აღწერილი 22 მოედანი. მათ შორის აი შეყვანილია ახალი მოედნებიც, მაგალითად, შესაძლოა ჩვენ არ გვახსოვდეს, რომ ქალაქში გვაქვს სოხუმის მოედანი. ეს არის მეტროს სადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ 2017 წელს შექმნილი მოედანია. ნამდვილად არ მახსოვდა ხო, ვავიწყდება 2017 წელს შეიქმნა ეს მოედანი და სხვა ახალი მოედნებიც არის შესული ამ კატალოგში, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არ არის სრული ნუსხა თბილისის მოედნების, იმიტომ რომ ზოგიერთი ძველი მოედანი, მაგალითად ვერ ვნახე, არ არის შეყვანილი პურის მოედანი, რომლის ისტორია მე-18 საუკუნიდან იწყება და აი 1785 წლის ქალაქის გეგმაშიც კი არის მოხსენიებული. სხვათა შორის შეიძლება გახსოვთ კიდევაც აი ამ პურის მოედნის მიმდებარედ, როდესაც გუდიაშვილის მოედნის და იქაური ქუჩების რეაბილიტაცია ხდებოდა, იქ აღმოაჩინეს მე-17 საუკუნის არაზანი. და დღემდე გუდიაშვილის მოედნის ტურზე, როდესაც ჩვენ ვართ იკვლის უბნის ტურზე, ერთ-ერთი მთავარი სანახაობა ყოველთვის ვნახულობთ ამ არაზანს. მე ჩემს ბავშვობაში მახსოვს, შეიძლება თქვენც გახსოვთ ესეთი ლექსი ვიცოდით მცდარად. აი ალაზანი დიდია, შიგბებერი კიდია, გახსოვთ ხო? პური თხოვე არ მაჭამა, ჩემი ცოდვა კიდიაო და სულ რატომღაც ვიცოდით, რომ მდინარე ალაზანზე იყო რაღაცა ეს მოხუცი ქალი ჩამოკიდებული. მე აღმოჩნდა, რომ ალაზანზე კი არ არის არაზანზეა, რომელიც არის დიდი თონე და აი ერთ-ერთი ძველი თონის ნახვა ჩვენ შეგვიძლია გუდიაშვილის მოედანზე პურის მოედნის ახლოს. აი კნეინაში ეს ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია. დღესაც შესაძლებელია ამის ნახვა და ძალიანებაც ჩვენ მაშულებაც იციან. რა დამახინჯებით? შეიძლება ბევრმა არც კი ვიცით რომ დამახინჯებით. მე თბილისის ტურზე არაერთი ადამიანი შემხვდა, ვინც აი მაშინ გაიგო რომ ეს ნამდვილად ასეა და შეგვიძლია თუნდაც აი ბავშვებს ვაჩვენოთ ნამდვილი არაზანი და გემრიელადაც მივირთვათ. ანუ ისეთი ოჯახის საძირკველში იქნა ეს არაზანი აღმოჩენილი ისტორიკოსების, რესტავრატორების ოჯახში, რომელმაც აი ყველა ქვა შეინარჩუნა, ყველა თქვათ ნივთი, რომელიც იმ არაზანში იქნა აღმოჩენილი. ეხლა პირველი მოედანი, რაზეც შევაჩერე არჩევანი და რასთანაც ჩვენს ტურისტებთან და სტუმრებთან ერთად ყოველთვის გვიწევს შეხება, ეს არის ძველი თბილისის, ანუ გალავანში და ქალაქის ცენტრი, ასე ვთქვათ, დღევანდელი ვახტანგ გორგასლის მოედანი, ანუ უფრო ცნობილი როგორც მეიდანი. ამ ეხლა ვახტანგ გორგასლის სახელი მან 1958 წელს შეიძინა, მაგრამ ამ მოედანმა ძალიან ბევრჯერ შეიცვალა სახელი. აი ყველაზე ცნობილი იყო როგორც აი ციხის მოედანი. იგივე აი ვახუშტი ბატონიშვილის გეგმა ქალაქის აღწერაში 1735 წლის წარმოიდგინეთ დასაწყისში მე-18 საუკუნის აღწერილია როგორც ციხის მოედანი ციხესთან სიახლოვის გამო. ეს არ იყო ალბათ სავაჭრო ძირითადი სავაჭრო მოედანი და კვანძი. მოედნებზე ძირითადად იყო ბაზრები. ეხლა ეს მოედანი რით არის ჩვენთვის საინტერესო? აერთიანებდა თბილისის ორ უძველეს უბანს, ეს არის სეიდაბადი, დღევანდელი აი აბანოთ უბანი და ის ტერიტორია და თბილისის მეორე ძველი უბანი კალა და ასევე მეტეხის ხიდით უკავშირდებოდა ძველი თბილისის მესამე უბანს, აი ისტორიულ ისანს. კომუნისტებმა როცა ისანი დაარქვეს მეტროს, ყველას დაავიწყდა, რომ აი ძველი თბილისი აი მტკვრის მარცხენა სანაპირო, სადაც აი მეტეხის ტაძარი და ის დგას, ეს არის ისტორიული ისანი. და სწორედ აი ეს მეიდანი აერთიანებდა თბილისის სამ უბანს, აი ნამდვილად წარმოადგენდა ქალაქის ცენტრს. და ბევრ ვიწრო ქუჩას, ხო? ქუჩები გარშემო. ეს არის ძველი თბილისის არქიტექტურა, ყოველთვის არის მოედანი და მასში შემოვიდა. მოედნიდან მიდიოდა განვითარება. კი ბატონო. ეხლა რაც შეეხება თვითონ ამ ქუჩას, ანუ ამ მოედანს, რაზეც ჩვენ საუბრობთ, იქ იყო განთავსებული სავაჭრო დუქნები, ძირითადად დიდ მოედნებზე განათავსებდნენ ხოლმე სამეფო დუქნებს. ეხლა სამეფო დუქანი რას ნიშნავს? ეს არის დუქანი, რომლის მთავარი შემოსავალი მიდიოდა ხაზინაში. ეს არ იყო მაგალითად კერძო პირის საკუთრება, თუმცა სახელმწიფო, ანუ ხაზინა აქირავებდა კიდევაც იჯარით გასცემდა თქვა კონკრეტულ ადამიანებზე და აი მაშინდელ წყაროებს თუ დავაკვირდებით, აი ეს სამეფო დუქნები წარმოადგენდა ერთგვარ
ნებარად აი მყარს აძირკვალს მაშინდელი ეკონომიკისთვის სამეფო დუქნები. გარდა ამისა, მაგალითად, გარშემო იყო ყავახანები ამ ტერიტორიაზე, რაც არის აღწერილი აი ეს გრიშაშვილი, აი ნიკო ბერძენიშვილის ქალაქის ისტორიის ქრონიკებში და იყო ასევე აშპაშხანები, ეს ძველი სიტყვა, რომელიც ახლა დღეს არავის არ ახსოვს, აშპაშხანა, ეს არის სადილოება, ის სახაშეები, სამწვადე საქაბაბები, ესენი იყო მთლიანად განლაგებული ამ ტერიტორიაზე. ეხლა დაგეგმარებიდან გამომდინარე, თბილისის უნიკალურ დაგეგმარებაზე მე ყოველთვის საუბრობ, განსაკუთრებით თუ მაქვს ძველი თბილისის ტური, როგორ შემოდიოდა ქარავანი ძველ თბილისში და რა აკავშირში იყო ეს მოედანი. ძირითადად ქალაქში ქარავანი შემოდიოდა სამხრეთიდან, ეს იყო განჯისკარი. ეს განჯისკარი არის დღევანდელი აი ბოტანიკური ბაღის ჭიშკარი, სადაც არის, იქიდან შემოდიოდა ქარავანი და თქვათ აღმოსავლეთიდანაც რომ მისულიყვნენ, მათ აი წრე უნდა დაერტყათ და მაინც სამხრეთიდან უნდა შემოსულიყვნენ და აი რო დავაკვირდეთ, როგორი ბრწყინვალე დაგეგმარება ქონდა ქალაქს. როგორც კი შემოდიოდნენ სამხრეთიდან, ანუ განჯისკართან, კარიბჭესთან იხდიდნენ აბანოს გადასახადს. და პირველი ქარავანს ქალაქში შემოსულს რაც ხვდებოდა, ეს იყო ცხელი აბანოები. არ დაგვაუწყდეს, რომ თბილისს აქვს ბალნეოლოგიური კურორტის სტატუსი, ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ცხელი კი არ არის ეს წყალი, სამკურნალო თვისებების მქონე წყალია და ეს ვაჭრები, რომლებიც თვეებით მოგზაურობდნენ იქ, თავიანთ ჭრილობებს იშუშებდნენ, ისვენებდნენ და შემდეგ უკვე აი ესეთი დაბანილი ხალხი, მოკლედ ესე ვთქვათ, შედიოდნენ კალაში, სადაც იყო ძირითადად განთავსებული ქარვასლები. აუცილებლად გაივლიდნენ ამ მოედანს და ხდებოდა აღებმიცემობა, ვაჭრობა და ასე შემდეგ. ესე იგი, უნიკალურად დაგეგმარებული სისტემა იმის არის მე უნდა განვითარებულიყო და მომხდარიყო. საოცარი, არც ერთი ქარვასლა არ იყო მაგალითად აბანოთუბანში, სეიდაბადში, არც ყველა იყო კალაში განთავსებული. ამიტომ როცა შემოდიოდნენ ეს ადამიანები, ანუ დეზინფექციას გადიოდნენ, რასაც ქვია. ამ ქალაქის ამ უნიკალურმა დაგეგმარებამ განაპირობა სწორედ ის, რომ აი მასობრივი ეპიდემიების პირობებში, როდესაც აი რუკებიდან გაქრა დიდი ქალაქები, ჩვენ გადავრჩით. ანუ რა თქმა უნდა შეგვეხო, მაგრამ იმდენად არა, რომ მაგალითად რაღაცა კატასტროფული შედეგები გქონოდა. შემდეგ აი ქარვასლები ძირითადად იყო სიონის მიდამოებში, იქ იყო განთავსებული, იქაც იყო სამეფო ქარვასლები, ჩვენ ვიცით მაგალითად ბატონიშვილების ქარვასლა და ასე შემდეგ. აქაც ქარვასლის მთავარი შემოსავალი შედიოდა ხაზინაში, იყო კერძო პირების ქარვასლა, ბევრი გვაქვს დღეს ერთი ქარვასლაც არის, აქ ფოტოკოლაშიც იყო ნაჩვენები, ის ქარვასლა, რომლის გუმბათი მოხადეს და საერთოდ დაუკარგეს იერსახე და იყო ასევე ეკლესიის საკუთრებაში ყოფილი ქარვასლები, ეკლესია ხაზინაში არაფერი არ შექონდა, გათავისუფლებული იყვნენ გადასახადებისგან. მოკლედ, აი ესეთი ძალიან საინტერესო ამბავი ხდებოდა მეიდანზე. ერთი კითხვაც, მაგ აი ციხესიმაგრე ნარიყალა, ხო? აი ამ ნარიყალას გამო ვთქვათ, სტრატეგიული მნიშვნელობაც ხომ არ ჰქონდა ამ მოედანს? გარდა იმისა, რომ თქვათ იყო სავაჭრო რაღაცა კვანძი. რასაკვირველია, ნარიყალადან შემოდიოდნენ სწორედ და პირდაპირ ანუ მეიდნის გარეშე ანუ სხვა გზა პრაქტიკულად არ არსებობდა. ან შემოდიოდნენ ლეხვთახევიდან, ან შემოდიოდნენ ბოტანიკურის ქუჩიდან, ნებისმიერ შემთხვევაში ანუ პირველი ცენტრი, სადაც ხდებოდნენ ეს ადამიანები, იყო მეიდანი. ანუ მეიდანი იყო ადგილი, სადაც ხდებოდა მაგალითად საზოგადოებრივი შეკრება, ოფიციალური განცხადებების გაკეთება და საჩვენებელი დასჯაც კი. ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე იყო ეს მოედანი. ეხლა მას შემდეგ რაც იმპერიული რეჟიმი მოვიდა ქვეყანაში, იქამდე როგორც ვიცით, ქალაქის ისტორიული ნაწილი მთლიანად იქნა დანგრეული აღა მაჰმად-ხანის მიერ, თუმცა მარჯვენა სანაპირო, აი ფოტოებზეც შეგვიძლია ვნახოთ, აი თუნდაც მეჩეთი იდგა მაგალითად შაჰ ისმაილის მეტეხის მეორე მხარეს და რეკონსტრუქციის შედეგად, რომელიც 50-იან წლებში მოხდა, ეს უნიკალური არქიტექტურა აი სრულად იქნა აღებული. და დღეს, როდესაც ჩვენ ვატარებთ ადგილობრივებისთვის, მაგალითად ძველი თბილისის ტურებს, აუცილებლად რაღაცა დიდი ალბომებით დავდივართ, სხვანაირად იმ ყველაფრის აღდგენა, რაც იყო ძველ თბილისში, პრაქტიკულად არის შეუძლებელი. ეხლა რაც შეეხება იმპერიული რეჟიმის მოსვლის შემდეგ, ჩვენ ძირითადად ეხლა ვისაუბრეთ გალავანს შიდა ქალაქის ერთ მოედანზე, მეიდანზე, მაგრამ 1801 წელს, როცა უკვე
მანიფესტის თანახმად, ახლა ბევრჯერ გვისაუბრია ამ მანიფესტზე, ჩვენ გავხდით რუსეთის გუბერნია, თბილისს მოხსნეს გალავანი და ქალაქმა დაიწყო გაფართოება. ანუ პრაქტიკულად იმპერიულმა რეჟიმმა დატოვა ეს ქალაქის ცენტრი, მეიდანი და დაიწყო ახალი მოედნის გარშემო ახალი უბნებით მშენებლობა და ეს ახალი მოედანი იყო დღევანდელი თავისუფლების მოედანი. ჩვენ დღეს სურათზე ვხედავთ, ეს არის აბსოლუტურად უნიკალური სურათი, რაც ახლა ჩვენს წინ არის. ასე ეს არის ავანანთხევი, რომელიც პირდაპირ ზემოდან ჩამოდიოდა თავისუფლების მოედანზე და პუშკინის ქუჩის გავლით ჩადიოდა უკვე მტკვარში, შემდეგ მოხდა აგურის კოლექტორით ამის გადახურვა. აი ამ პერიოდში, რასაც ახლა ჩვენ ფოტოზე ვხედავთ, ამ მოედანს ერქვა შეშის მოედანი. და მთელი ქალაქი ამ მოედნიდან მარაგდებოდა შეშით და დაარსების დღიდან ცენტრია. კი, ეს არის ახალი თბილისის, ანუ მე-19 საუკუნის, ასე ვთქვათ, ბურჟუაზიული თბილისის ცენტრად იქცა. თუ გახსოვთ, აი ეკატერინე გაბაშვილის ღვინია გადაიჩეხა ესეთ ნაწარმოებში, არის აღწერილი ამ მოედანზე განვითარებული ამბები, აი ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის იყო შეშის მოედანი. პირველი ოფიციალური სახელი ამ მოედანს დაერქვა 1829 წელს. ეს იყო პასკევიჩ ერევანსკის მოედანი. პასკევიჩმა აიღო ერევნის ციხე, მას ერევანში მიანიჭეს ერევნის გრაფის ტიტული და საქართველოს როგორც ამიერკავკასიის ცენტრი, როგორც სპეციალური სტატუსის მქონე ქალაქი, რა თქმა უნდა, ყველა ტიპის გამოხმაურება ჩვენთან ხდებოდა და ამ მოედანს დაერქვა პასკევიჩ ერევანსკის მოედანი. მაგრამ აი როგორ იცვლიდა სახეს, ეხლა პასკევიჩ ერევანსკი როგორც ჩანს ამ ორი იმის თქმა ადამიანებს ანეზარებოდათ, ანუ უფრო შეამოკლეს და ეძახდნენ ერევანსკის მოედანს. მერე ხალხი ისე შორს წავიდა, რომ ეს ერევანსკი აღარ დაარქვეს და ერევნის მოედანს ეძახდნენ და სხვათა შორის ისეთი ისტორიკოსებისგანაც მომისმენია ერევნის მოედანი. მიუხედავად იმისა, რომ სოლოლაკში ცხოვრობდა ბურჟუაზიული სომხური ელიტა, ბურჟუაზიული, იმ მოედანს ნამდვილად არ ერქვა ერევნის მოედანი. ის იყო პასკევიჩ ერევანსკის. ერევანსკი ეს არის წოდება პასკევიჩის. კი ბატონო. ამ მოედანს ახლა თავისუფლების მოედანს 1917 წელს, როდესაც მოხდა თებერვლის რევოლუცია და მოხდა ცარიზმის დამხობა, ანუ დაერქვა დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ჯერ კიდევ, ანუ ბევრი ფიქრობს, რომ მერე მოხდა, მაგრამ ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ამ მოედანს დაერქვა თავისუფლების მოედანი. სხვათა შორის დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე სხვა რამეც მოხდა. ეკლესიამ გამოაცხადა ავტოკეფალია, უნივერსიტეტი მანამდე გაიხსნა და მოედანსაც დაერქვა მის სახელი, შემდეგ მოყვა ამ ყველაფერს დამოუკიდებლობის გამოცხადება. შემდგომში აი ბოლშევიკური არ გაგრძელდა დიდხანს, კარგად ვიცით ეს ამბავი და როდესაც მყარდება ბოლშევიკური რეჟიმი, რა თქმა უნდა, თავისუფლების მოედანი უკვე აღარ ქვია ამ მოედანს და იმ პერიოდში 1922 წლისთვის შეიქმნა ზაკ ფედერაცია, ამიერკავკასიის ქვეყნების ხელოვნური გაერთიანება, საქართველოს, სომხეთი, აზერბაიჯანი შედიოდა და შესაბამისად ამ მოედანს დაერქვა ზაკ ფედერაციის მოედანი. ასე ერქვა ამ ფედერაციის დაშლამდე. ესე იგი მარტო თავისუფლების მოედნის ისტორია რო განვიხილოთ. ძალიან ბევრი ფენისგან შედგება. უბრალოდ აი მაშინ ერთი რამდენიმე საათი მოგვიწევს იმდენად სავსეა ისტორიით და მოედნები ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა. როგორც კი გაუქმდა ეს ფედერაცია, უკვე ეს იყო პერიოდი ბერიას ზეობის, ერქვა ლავრენტი ბერიას მოედანი, როგორც კი დახვრიტეს ლავრენტი ბერია 1953 წელს მაშინათვე გადაერქვა სახელი და 1953 წლიდან უკვე ერქვა ლენინის მოედანი. და მთავარი ლენინიც 1956 წელს იქნა დადგმული ამ მოედანზე. ეხლა საინტერესო კიდე რა არის გარშემო. მაგალითად 1925 წელს თავისუფლების მოედნის გარშემო იქვე არის პუშკინის სკვერი. ეხლა ყველა ვიცით ეს სკვერი, ყველაზე ძველი ბიუსტი პუშკინის სწორედ იქ დგას. ამ სკვერში იყო დაკრძალული ბოლშევიკი რევოლუციონერი კამო. იქ იყო მისი საფლავი და 1925 წელს ამ საფლავზე დაიდგა კამოს ძეგლი. აი კოლაჟში შეგვიძლია ვნახოთ, როგორ გამოიყურებოდა ეს ძეგლი პუშკინის სკვერში და
და ეს ძეგლი 30-იანი წლების ბოლოს სტალინის ბრძანებით იქნა აღებული, მაგრამ საფლავი დატოვეს, ანუ საფლავი არ იქნა გადატანილი, მხოლოდ აი ზვიად გამსახურდიას დროს, აი როდესაც აი ამ კომუნისტების და ბოლშევიკების საფლავების აფეთქება მიიღო. აი ეს არის კამოს ძეგლი, რომელიც იდგა პუშკინის სკვერში. და როდესაც ამ ძეგლების და საფლავების აფეთქება მიიღო ესეთი მასობრივი სახე, კამოს საფლავიც იქნა აფეთქებული. ერთ-ერთი ვერსიით მისი ცხედარი იქნა გადასვენებული ვაკის სასაფლაოზე, მეორე ვერსიით, რომელიც უფრო სწორი მგონია მე პირადად, იქვე დატოვეს და ფილა გადააგეს ზემოდან, ესეთი ამბავია. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი დამავიწყდა თავისუფლების მოედანთან დაკავშირებით, როდესაც პირველი ქართული თეატრი შეიქმნა, პირველი ქართული თეატრი ეს არის 1851 წელი. ამ წელს დაერქვა თეატრალურის მოედანი, აი გამოჩნდა კიდევაც შენობა ამ პირველი ქართული თეატრის და კარგახანი სხვათა შორის ერქვა თეატრალური მოედანი, დაიწვა შემდეგ ეს შენობა. იყო ხო? არ არის თეატრი. არა, აი დღეს სადაც არის თავისუფლების მოედნის მეტროს სადგურთან სავაჭრო ცენტრი, როდესაც აი ზუსტად იმ ადგილას იდგა. აი ძალიან ბევრი ამბავია ამასთან დაკავშირებით. ჩვენ რო წინ წავიწიოთ და დროში არ შევიზღუდოთ, კიდევ ერთი ახლა ბურჟუაზიული თბილისიდან გადავინაცვლოთ სოციალისტ სოციალისტური თბილისის მშენებლობა დაიწყო კიდევ ერთი მოედნის, ანუ გმირთა მოედნის გარშემო, ეს არის ნამდვილად სატრანსპორტო კვანძი დღეს და აი ურბანული ინოვაცია იმ პერიოდში, იმიტომ რომ აქ იყო ვერესხეობა, მან ბაღიც იყო, სადაც თბილისელებს ძალიან უყვარდათ ყოფნა და იყო უამრავი სამიკიტნო და იქ მთავრდებოდა ქალაქი და იქიდან იწყებოდა უკვე სამხედრო გზა და იქ ძალიან ისეთი სასაცილო სახელებიც კი ერქვა იქაულ დუქნებს. მათგანი ელენე ახვლედიანსაც აქვს დახატული. ნამდვილად ასეა, კი ბატონო, ერთ-ერთი საყვარელი ადგილი იყო. შემდეგ აი დაიწყო პირველი ნაბიჯი, რაც გაკეთდა, ეს იყო ხიდის მშენებლობა 1932 წელს, აი დღევანდელი თამარ მეფის ხიდი და 1935 წელს მოხდა მისი მშენებლობა და ერთ-ერთი ინოვაცია იყო ის, რომ აი დღეს თამარ მეფის გამზირი, სადაც მივდივართ, ანუ ცირკსა და იმ 11 სართულიან შორის, იქ იყო კლდის ბორცვი, რომელიც იქნა გაჭრილი და გზა გაკეთებული წყლის ჩავლით მოხდა გზა ხიდამდე, კი ბატონო. და ხედავთ ახლა ძალიან ერთ-ერთი უნიკალური სურათია, ეს გრიფონი, ალბათ გეცნობათ, ეს გრიფონი დღეს დგას საკრებულოს წინ თავისუფლების მოედანზე. ეს ძველი ოპერის გრიფონია, კი. პირველი იტალიური ოპერის გრიფონია. შემდეგ ანუ მოხდა ვარაზის ხევის ამოვსება, ესეც ძალიან ღრმა ხევი იყო ვარაზის ხევი და აი ამ ყველაფრით გაჩნდა მოედანი, რომელსაც დაერქვა პირველი საბჭოთა გმირების სახელი, ჩელუსკინელების, ეს გემ ჩელუსკინით გადამრჩენი ფრინავების სახელი დაერქვა, ანუ საბჭოთა გმირების სახელი დაერქვა და ანუ ეს სახელწოდება არ უკავშირდება, ვთქვათ, ჩვენს დღევანდელ გმირებს, ვისი მემორიალით დგას. ის მერე მოხდა ამის დაკავშირებით, ნუ პირველი მათ დაუკავშირდა საბჭოთა კავშირის გმირებს. იმ ქუჩასაც ერქვა ჩელუსკინელების ქუჩა, ხიდსაც ერქვა ჩელუსკინელების ხიდი. ანუ ეს ბერიას დროს. აი ხიდთან დაკავშირებით ჩვენ კი გქონდა ამ ხიდზე მაგრამ ორი სიტყვით რო შევიხსენოთ, ამ ხიდზე, ამ ხიდის გამოცდა მოხდა 1935 წლის 5 აგვისტოს და ბერიამ, ნუ არ ვიცი, ეს ლეგენდაა თუ ნამდვილი ამბავია, ყოველ შემთხვევაში ამ ხიდზე სურცელდება ეს ინფორმაცია, როდესაც ძალიან მძიმე ტექნიკა დააყენეს, აი ზევით, ქვევით დააყენა კონსტრუქტორი და ინჟინერი, თუ ვერ გაუძლებდა. თქვენ დაგეცემათ თავში. ანუ პირდაპირ მათ დაეცემოდა თავში, იმიტომ რომ დიდ ხარჯებთან იყო ეს კონსტრუქცია დაკავშირებული და არ ჰქონდათ შეცდომის უფლება. Ну, მოკლედ მთლიანობაში შემდეგ უკვე მნიშვნელოვანი საკვანძო მაგისტრალი გახდა, შეეცვალა სახელი და დღეს ეს მემორიალი, რასაც ხედავთ, ეს არის 2010 წელს დადგმული და 3500-ზე მეტი
საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების სახელია ამოტვიფრული, ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი მემორიალია. სხვათა შორის იმ 11 სართულიანებზე უნდა ითქვას, რომ ეს იყო პირველი ცათამბჯენი. ამ ხელა სართულის 100 ბინიანი, კი, 100 ბინიანი საცხოვრებელი, რომელიც იყო ჯერ აშენების სტილით, კონსტრუქციით იყო ერთ-ერთი ინოვაცია მაშინ და ძალიან პოპულარული. კიდევ ჩემს ბავშვობაში ვერ წარმოვიდგენდით, რომ ამ ხელა სართულის ნაგებობები იქ ცხოვრობდა ისეთი პრივილეგირებული ფენა, ძირითადად ნომენკლატურული ელიტა იყო მანდ შესახლებული. შემდეგი მოედანი, რესპუბლიკის მოედანი, რომელსაც წელს საახალწლო ის გვაქვს გამართული რესპუბლიკის მოედანზე. ეს არის მოედანი, რომელიც შეიქმნა 1983 წელს გეორგიევსკის ტრაქტატიდან 200 წლის აღსანიშნავად. მაშინდელმა ცეკას მდივანმა ედვარდ შევარდნაძემ გადაწყვიტა, რომ ეს 200 წელი მთელი სახალხო ღონისძიებით და ძალიან პომპეზურად აღნიშნული იყო და მარტო თბილისში კი არ იყო ეს ღონისძიება. საქართველოს ყველა ქალაქში, ყველა დიდ ქალაქში, სოხუმში მათ შორის ცხინვალში გახსოვთ ხო, ერთი ზუგდიდი იყო გამონაკლისი, მაშინ ვეძებდი პასუხს, რატო მოწყდა ამ ფერხულში, რატო არ იყო სამეგრელო ჩარსული და ამ პერიოდში ანუ მთავარი ტრიბუნა, რომელიც გაკეთდა და იმ წელს დაიდგა, შეიძლება ახალი თაობისთვის არ არის ცნობილი, მაგრამ ოთარ კალანდარიშვილის გაყინული შადრევანი, ოღონდ ამ სახელით ახლა ვინ იცნობს არავინ გაყინულ შადრევანს, როგორც ანდროპოვის ყურები და იმ მთავარი ტრიბუნა იქ იყო გათავსებული მოკლედ. საბოლოო ჯამში 1983 წელს მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ეს ამ მოედნის მოწყობა არ მომხდარა, მზადება დაიწყო დიდი ხნით ადრე, აი ვიცით რომ სამხედრო გზაზე, რომელიც არის გუდაურისკენ და იქ დარიალის ხეობისკენ, არაერთი ძეგლი იქნა აშენებული, მათ შორის აი გუდაურის პანორამული მონუმენტი, მეგობრობის მონუმენტს რო ვეძახით, ისიც 1983 წელს არის აშენებული. ამ თარიღთან დაკავშირებით იყო გაკეთებული აი აეროპორტთან რო წერეთლის ქანდაკება დგას. და უამრავი რამ, ძალიან ბევრი ქანდაკება მონუმენტი დაიწერა 1000 ლექსი სამეცნიერო ნაშრომი საორკესტრო ნაწარმოებიც კი რომელიც მერე შესრულდა და მაშინ კომპლიმენტებით და ქათინაურებით იღრებოდა მაშინდელი ინტელიგენცია. ძალიან დასამახსოვრებელია მაინც ნოდარ დუმბაძის სიტყვები. მაშინ წერალთა კავშირის გამგეობის სამжомარე იყო, რომელმაც თქვა, რომ სოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ესეთი უანგარო მეგობრობის მაგალითი არ არსებობს, როგორც რუსეთი და საქართველოს მაგალითი. აი საოცარი ამბები ხდება. შეიძლება იგივე განვითარება ქალაქის სახელმწიფო. ვერ გეტყვით? არაფერი გამორიცხული არ არის, თუმცა არ დაგვაუწყდეს, რომ პარალელურად 1983 წელს ჩვენ ერთი გადაცემა გქონდა, საერთოდ მხოლოდ ამ წელს მიუძღვენით, პარალელურად მიმდინარეობდა ფილმონანიების გადაღება, სადაც იყო პირდაპირ რეჟიმი გაშიშვლებული და ამავე წელს მოხდა თვითმფრინავის გატაცება და თვითმფრინავის ბიჭების ამბავი. და კიდევ ერთი მოედანი, სულ მარჯვენა სანაპიროს მოედნები როა გაგაცნოთ, მარცხენა სანაპიროს მოედანი, დღევანდელი საარბრუგენის მოედანი, რომელიც ადრე იყო ძალიან ცნობილი მოედანი, ვორონცოვის მოედანი და გვაქვს ფოტო 1866 წლის, როცა მოხდა ვორონცოვის ძეგლის გახსნა და ეს იყო ქართველი თავადაზნაურების დაფინანსებით დადგმული, ანუ პეტერბურგში ჩამოსხმული მონუმენტი იყო, რომელიც აი კავკასიაში პირველ ქანდაკებად ითვლებოდა. თუმცა ეს ქანდაკება მერე იქნა აღებული, სხვათა შორის დამოუკიდებელი საქართველოს დროს ქანდაკება იდგა 1922 წელს ის იქნა აღებული და საბჭოთა პერიოდში მაგალითად 1925 წლიდან მოედანსაც შეუცვალეს სახელი, ერქვა კარლ მარქსის მოედანი და მოგვიანებით 1978 წლისთვის უკვე თბილისის დაძმობილებული ქალაქის, აი გერმანული საარბრუკენის სახელი დაერქვა. ძალიან მოკლედ, თუ კი ამე შეიძლება დაგვეთქვა ამ ხუთ მოედანზე, დაახლოებით. მაგრამ ნამდვილად შეიძლება დღეს არ ვიცით ის მნიშვნელოვანი ისტორიები, რასაც თუნდაც დღეს ესე სწრაფად გადავავლეთ თვალი. თუმცა არის ბევრი რამ, რასაც სიღრმისეულით ჩასვლა სჭირდება და ნამდვილად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანი. ეუზა შენ ტურებზე დარწმუნებული ვარ, რომ დამთვალიერებელს ამის საშუალება იქნება, რომ კიდევ უფრო მეტი დეტალი გაიგოს იმ სივრცესა და გარემოზე, სადაც ჩვენ ცხოვრობთ, ჩვენს დედაქალაქზე საუბარი. დიდი მადლობა ასეთ საინტერესო თემის შერჩევისთვის. ჩვენ რეკლამა ვნახოთ და სულ რამდენიმე წუთში დავბრუნდეთ ისევ პირდაპირ ეთერში.